ლუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით თქვენ ინფორმაცია გაქვთ, ვიცით რომ მას პროექტ ამის ნაწილში ედრობა გამოძიება ასევე უწოდებული კოლ-ცენტრებთან კავშირზე. აი თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ რომ გითხრათ ამასთან? დამატებით იმაზე მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი, რაც მოვისმინეთ შესაბამისი უწყების მხრიდან მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ ხოლმე. ვინც რომ აი კორუფციასთან ბრძოლა მაგალითად გამოწვევა არის სწორედ ბაღებიდან თანხების მოპარვა, ირკვევა რომ ბაღების მაშინდელ ხელმძღვანელთან ერთად მოქმედებდა ლულუაშვილი გამოძიების მტკიცებით და ბავშვებისთვის განკუთვნილ ფულს იპარებდნენ კონკრეტულ კომპანიებთან გარიგებებში შედიოდნენ. ეს ხდებოდა წლების განმავლობაში. თქვენი დანიშნული იყო იმ შემთხვევაში ბაღების მაშინდელი ხელმძღვანელი მანამდე საქალაქო სამსახურშიც მუშაობდა. ინფორმაცია რა გაქვთ და თქვენ გადაამოწმეთ მერიამ თუ არა საკრებულოში მოვიკითხეთ და აქ დაბრუნვა დააფიქსირეთ. ხო, გამოძიება მიმდინარეობს ყველა მიმართულებით. ეხლა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მე დამატებით ვერაფერს ვერ ვიტყვი, დაველოდოთ გამოძიებას და ყველა კითხვაზე გამოძიება გასცემ შესაბამისს. ზოგადად სახელმწიფოს მიდგომა აი კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ ბატონო გახა ესეც ერთ-ერთი ჩვენ მივესალმებით ზოგადად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს არის ერთ-ერთი უნიშნელოვანესი მიმართულება. ზოგადად მთელ მსოფლიოში გამოწვევა არის და რა თქმა უნდა სასიამოვნოა რომ შესაბამისი უწყებები დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს რომ პრევენცია განხორციელდეს და თუ ვინმეს რაიმე დანაშაული აქვს შესაბამისი მოქმედებები მოხდეს. ბატონო ვერ გეტყვით, დაველოდოთ გამოძიებას. ხო მე და შე რატომ უნდა ვიმჟელოთ ამასთან დაკავშირებით?